მოგესალმებით, კოლეგებო, სტუმრებო. ვიწყებთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. ქორუმი გვაქვს. დღის წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული ერთი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ. საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველ რიგში დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე. მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ საკითხის განხილვაზე. ჩვენი კომიტეტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ ეს სავალდებულო დასკვნა გვაქვს წარმოსადგენი აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გივი მიქანაძე. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. გთხოვთ ბატონო გივი, წარმოგვიდგინეთ საკითხი. მოგესალმებით კოლეგებო, დიდი მადლობა ამ საკითხის ისერად დღის წესრიგში გათვალისწინებისთვის. მოგახსენებთ, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად რაშიც მეცნიერების დამსახურება არის უაღრესად დიდი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მეცნიერების საზოგადოებაზე შესაბამისი ზრუნვა და უზრუნველყოფა განვახორციელოთ. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, როგორც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ასევე გვქონდა კონსულტაციები სოფლის მეურნეობის აკადემიასთან და არის მოცემულობა იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული სახელფასო მინიმალური ოდენობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა და რაც მთავარია არის განსხვავებული ეროვნულ აკადემიის აკადემიკოსისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის სახელფასო მინიმალურ ოდენობასთან. თუ კი მაგალითად პირველ შემთხვევაში არანაკლებ 1600 ლარი უნდა იყოს ხელფასი, სოფლის მეურნეობის აკადემიკოსის შემთხვევაში არანაკლებ 1400-ის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არა მხოლოდ გაზრდის თვალსაზრისით აი მინიმალური ოდენობის, არამედ გათანაბრების კონტექსტში და გვაქვს წინადადება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის მინიმუმ 2000 ლარით განისაზღვროს სახელფასო უზრუნველყოფა, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიანტებისა და წევრ კორესპონდენტებისთვის ნაცვლად არსებული 1000 და 900 დღეს რაც გვაქვს მოცემული კანონმდებლობით განისაზღვროს ეს მოცემულობა 1250-ით. აქვე მნიშვნელოვანია გითხრათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ ამ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას ყოლოდა წევრ კორესპონდენტები. იმ პერიოდში ვერ მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლის მეურნეობის აკადემიაშიც უბრალოდ ყოფილიყო წევრ კორესპონდენტების მოცემულობა. მაშინ, როდესაც კვოტები არის კანონმდებლობით განსაზღვრული და ეს კვოტები მოიცავს როგორც სტიპენდიანტების რაოდენობას, ასევე წევრ კორესპონდენტების შესაძლო რაოდენობას. ეს კვოტა სოფლის მეურნეობის აკადემიისთვის არის მაქსიმუმ განსაზღვრული 10-ით და ეს რეგულირდება კანონმდებლობით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია დღეისათვის მათ ყავთ 4 სტიპენდიანტი, 6 ვაკანტური პოზიცია აქვს, ამიტომ ჩვენ სამინისტროსთან კონსულტაციით და რა თქმა უნდა უმრავლესობასთან კონსულტაციით მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აქაც ეს პროპორცია აღვადგინოთ და მივცეთ სოფლის მეურნეობის აკადემიას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიაქვს აგრარული სექტორის განვითარების თვალსაზრისით, თავის მეცნიერული შრომებით და კვლევებით, რომ მათაც ყავდეთ წევრ კორესპონდენტები და არ მოხდეს აკადემიკოსად პირდაპირ არჩევა, არამედ რაღაც შუალედური რგოლი გაჩნდეს, სადაც მოხდება ჯერ წევრ კორესპონდენტად პირის არჩევა და შემდგომში წევრ კორესპონდენტად აკადემიკოსად არჩევა დამსახურებაზე უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დაფუძნების თვალსაზრისით. ამიტომ კანონმდებლობაში შემოგვაქვს შესაბამისი ცვლილება, რომლითაც უკვე სოფლის მეურნეობათა აკადემიას ექნება უფლება, რომ იმ კვოტით, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, აირჩიოს წევრ კორესპონდენტი. საერთო ჯამში ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივის სახით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და მზადვარ რომ გიპასუხოთ შეკითხვებზე. დიდი მადლობა ბატონო გივი, კოლეგებო, ხომ არ გაქვთ კითხვები?
მე მიმაჩნია რომ პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოთ ბატონ გივის და მის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მეცნიერება, ჩვენი ღვაწლმოსილი ხალხი უფრო მეტად იყოს დაფასებული, წახალისებული ასევე და მომდევნო თაობებსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ სწორედ ამ თავის მისაბაძ ხალხს და ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ღირსეული გამგზელებლები გახდნენ და ყავდეთ და ასე შემდეგ და ზოგადად თუ გადავხედავთ ბოლო 3-4 წლის მანძილზე რა ტენდენციაც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური თუნდაც ზრდის მიმართულებით და თუნდაც მე ეს როგორ აისახება თუნდაც იმ შემოსავლებზე ვინც არის სხვადასხვა სტრუქტურებში ეს საჯარო იქნება თუ ასე შემდეგ იქ დასაქმებულ ადამიანების ხელფასებს ნახავთ რომ ყოველწლიური ფაქტობრივად ეკონომიკურ ზრდასთან ერთად პარალელურად დაგვაქვს ყველა მიმართულებით საშუალოდ რო ავიღოთ სადღაც ბოლო 4 წელიწადში 46%-მდეა ანაზღაურებები გაზრდილი საჯარო სამსახურების ეს იქნება სიპები თუ ასე შემდეგ და მნიშვნელოვანია რომ ეს ამ პოლიტიკის მიღმა არ დარჩეს ასევე რა თქმა უნდა მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი მართლა სასიქადულო მამულიშვილები და ის ადამიანები ვინც ძლებია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას მეცნიერების განვითარებას და ყველამ კარგად ვიცით რომ მეცნიერების განვითარების გარეშე ეკონომიკური წინსვლაც არ იქნება და რომ მისვლილია მათი შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ასე რომ მე დიდი სიამოვნებით დავუჭერ ამ კანონ პროექტს ხარს და დავაყენებ კენჭისყრაზე ვინ არის დიახ თქვენს ნებართვით ერთს და ვამატებ რომ კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში მისი ამოქმედების ვადა არის განსაზღვრული 2025 წლის 1 სექტემბრიდან. კი ეს ფაქტობრივად ასეც გამოვა ვინაიდან ბიუჯეტში მოითხოვს ცვლილებებს შემდგომში უკვე ანაზღაურების საკითხი და უკვე 2 კვარტალის მერე იქნება შესაძლებელი ბიუჯეტში ცვლილებები და იმ სწორედ შემოდგომიდან შესაძლებელი გახდება რომ აისახოს მერე ეს ყველაფერი რეალობაში ასე რომ ვინ არის მოხრე წინააღმდეგი არ ყავს მიღებულია დიდი მადლობა ბატონო გიო